შეიძლება სწორედ ეს ადამიანი აღმოჩნდეს იმ უსამართლობის დასამარების ერთ-ერთი ინიციატორი და სუბიექტი და ობიექტი რაღაც. აი შეიძლება ეს ადამიანი აღმოჩნდეს ზუსტად. რასაც აქამდე იცით რა არის ძალიან ძნელია, ხო, მარტო იმის თქმა, რომ ვიზახით უბრალოდ რომ აი ბატონო რაღაცა მოხდა, მაგრამ მტკიცებულებები გჭირდება. და აი მათი ძირითადი მტკიცებულება სხვათაშორის მინდა აღნიშნო. მოსამართლემ, როდესაც სხვათაშორის ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა ჩემი დაცვის ხობს და სხვებსაც დანარჩენებსაც, მაგრამ იცით რა თქვა? აი თქვენო ხა ამბობთო რომ არენდობითო პოლიციელებსა, რომლებიც ამბობენ რომ შემოგვახიეს ქცენეს და რაღაცა ეგ სხვა მომენტები. მაგრამ მოქალაქეადებსო ხელსაო. აი ბატონო ეს მოქალაქეადებს ხელს. ვიძახი ახმენლები ვიყავი. ვიღაცამ დააგეკონა კარებზე, რომელი ხარ გავუღეს კარების, ნაჩმო გავუკარებ. რომელი ხარ დათოვარ. ენა ხარ და იმას ეგონა თავიდიში. დათოვარ და შემოდა მე ვიძახი. მაგარ პახმანაზე ვიყავ, მე თქვი დათო და ჩემი დედაშვილი მეგონა. დათოვარ და წამოიყვანა. ძალიღმე გავაცენა იქაი. სამართლოში. მე და სასწავლო ვიყავ. ეს კაცი უნდა მოიცნო. მე უცარ არ ვიცნობ. ასურათი მაჩვენა და მითხრას რომ ეს უნდა მოიცნო. დავდო ხელი. დავდო ხელი ეს ეკუმა. და კრამის ვერ მეიკეცო. წინა ასურათებიც ევა. ეგარ მე წესთქვენ უკვე არაფერი არ მაქვს. როგორც მოგახსენებათ, მე ვიცავ ბრალდებულ გიგაიას, მოვიცავდი სამ პიროვნებას, მაგრამ ახლა კონკრეტულ შემთხვევაში მე გიგაიას ვიცავ და დანარჩენი ჩემი კოლეგები სხვა დანარჩენ ბრალდებულებს იცავენ და აი დღევანდელ დღეს, ესე იგი 14 ივნისს მე დამიკავშირდა, ну просто მე ჩემს დამიკავშირდა პიროვნო მითხრა რომ შეხვედრა რა უნდა ერთ-ერთ მოწმეს ითხოვს ადვოკატი შეხვდეს რომ მე მაქვს სათქმელი რაღაცო. ну მე ხა ვალდებული ვიყავი რომ ჯერისედაც მაქვს ვალდებულება რომ მოწმესთან გამოკითხვის ოქმე ვაწარმოო. მაგრამ თვითონ როცა ითხოვს მოწმე მით უმეტეს, ხო? მე სხვადასხვა არც კი ვიცოდი რომელ მოწმეზე იყო ლაპარაკი და რომ ნახე გავოცდი, იმიტომ ეს არის მოწმე რომელსაც ამოიცნო. და სხვადასხვა ყოველგვარი იმის გარეშე, ხა ვერ დაეჭვდებოდი რა, რომ ეთქვა რომ აი არა. აი ეს იყო ესეთ ის. და პიროვნება თხოვა, ანუ აშკარად განიცდიდა იმ სიტუაციას, რომ ასეთ თქვენ შარში გაეხვა და თხოვა რომ, თხოვა რომ მე თვითონ დამეწერა, რასაც მომიყვებოდა, მაგრამ მე მაინც ვარჩიე რომ თავისი ხელით დაეწერა, რომ მე კიდევ რაღაც კუდი არ გამოგმოდა და დამიწერა, აი რა შემიძლია წაიკითხოთ ახლა რომ მე მირიან ყაკიტაშვილი ვწერს სიმართლესო, რომ მე ვიწექი ღამის პირველის ნახევარზე და გამაგვიძა თანამშრომელმა დათო ელიოზაშვილმა, თხოვა რომ ჩვენება მიმეცა იმ პიროვნებაზე, ვისაც არც ვიცნობდი, დაზრზე არა ვარ, ვინ არის, მაჩვენეს სურათიო და მითხრეს რომ აი ეს ის კაცია და სურათზე ვინც იყო, იგივე რომ შევხედეო სურათზე ვინც იყო, იგივე იყო ვიზეც მითხრეს რომ ხელი დამედო. ну აი ცოტა ხა რა თქმა უნდა ხა გრამატიკულად რაღაცა მაგაზე არ არის, თავარია თავის ხელით არის დაწერილი და აი ამას აფიქსირებს რომ სურათზე ჯერ ასე ვთქვათ ამუშავეს, დაანახეს, უთხრეს წინასწარ რომ ვინ იქნებოდა მოსაცნობი, რომ დარწმუნდნენ რომ ის ამოიცნობდა, შემდგომ შეიყვანეს და ბუნებრივია ამან შეასრულა იმ თვეში, მაგრამ ეს წარმოედგინეთ და დამერწმუნეთ რომ აი ეს ფაქტორი წამების ტოლფასი არის ადამიანისთვის და მე ძალიან კარგად მესმის ამ ადამიანის. აწუხებს იმის მერე მე ხა მწვენიაო, მეშინიაო, მაგრამ პირველ ყოვლისა იმ ღმერთის ეშინია თავის თავში რომ სინდისის სახით აწეს. ხო და ამიტომ დამეძახა მე ამ ადამიანმა. მაგრამ რა თქმა უნდა, თუნდაც რომ შეეკითხო, ახლა არავის არ მეშინიაო, მაგრამ მე ვამბობ ეხლავე რომ ეს ადამიანი საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას.